მე ვარ ნიგა ვათაძე 12 წლის. სწავლობ მახინჯაურის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა და ფეხბურთი. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. სამწუხაროდ ობიექტური მიზეზების გამო ფეხბურთზე ვერ შევედი. მაგრამ ხშირად ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა მგონია კარის დაცვა და შეტევის წამოწყება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მგონია სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს დრიბლინგი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარაცხელია და საყვარელი გუნდია Manchester City. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 17 ნომრით. მე რომ ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი დინამო ბათუმში. შემდეგ გადავიდოდი ბარსელონაში, რეალში და ბოლოს Manchester City-ში. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყობა და გავხდებოდი Manchester-ის ლეგენდა. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-6 კლასში და ვუკრავ გიტარაზე და ფანდურს. ეს ინსტრუმენტები იმიტომ ავარჩიე, რომ გიტარაზე შეგვიძლია დავუკვეთ ნებისმიერი სიმღერა, ნოჩიც გვინდა და ფანდური, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ხალხური დასაკრავია. ყველაზე ძნელია დიდი ბარეების და პატარა ბარეების სახე. ყველაზე ადვილია ნოტებით დაკვრა. ორჯერ მქონდა გამოცდა და კონცერტი ყველა კლასში მქონდა 6 ჯერ. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მე-5 კლასის კონცერტი. იმიტომ რომ დავუკარი ჩემი საყვარელი ნაწარმოები გიტარაზე ბურე. ბევრი ხალხი ესწრებოდა კარგად დავუკარი და არ შევარცხნე მასწავლებელი. ჩემი გიტარის მასწავლებელია ზაზა გრიგოლი. ხიარული არის, ხუმარაც და ამავდროულად მარტო გიტარის გარდა ძალიან ბევრ სხვა საქმიანობაზე უნდა ჩაებარებია, მაგრამ ძველი პერიოდების გამო ვერ მოახერხე ეს ყველაფერი. ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ჩემი მასწავლებელი გახდა. ფანდურზე დაკვრას მასწავლის სულხანი მასწავლებელი. ის არის ძალიან მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ფანდურზე დაკვრასაც მასწავლის და სიმღერასაც. ჩემი საყვარელი სიმღერაა თუშის ქალაისი ტურფე. ფანდურზე. თუშის ქალაისი ტურფე ხევსურეთიდან ამყარა, არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვარა, არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვარა, ნედავი მწყაროს მადინა შენ სახლთან ჩამომატარა. გიტარის და ფანდურის გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე საყვარელს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს ძალიან კარგი კლასელები, ამავდროულად მასწავლებლებიც. იმიტომ მიყვარს, რომ მასწავლებლები არიან ძალიან კარგები, თბილები და ამავდროულად სამართლიანები. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანი ნატალია მგელაძე. ყველაზე მშვიდია ლიკა ბერით. ყველაზე ბედნიერია ნია ბერით. მე ვარ ყველაზე მხევლი და სიმპათიური. ცოლს რომ მოვიყვანა მექნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ანიტას. ჩემი საყვარელი საგანია ფიზიკა. საყვარელი მასწავლებელია ასიკო ახვლედიანი. იმიტომ რომ ასწავლის ფიზიკას, არის ძალიან ჭკვიანი, ამავდროულად სამართლიანი, შვიდი და გაწონასწორებული ადამიანი. რომ გავეცდები, მინდა გამოვიდე ინჟინერი და ავაშენებ ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნება სამსართულიანი, ექნება დიდი ეზო და ეზოში ეყენება შავი BMW. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი რკინისკაცი. ახლა მინდა ვიყო 24 წლის, იმიტომ რომ მექნება ჩემი სამსახური, ვიქნები დამოუკიდებელი და მექნება ჩემი სახლი. სახლში ვცხოვრობ მე, მამა ჩემი, დედა და ჩემი პატარა და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ლიკა. ის არის ლამაზი, ცელქი და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როცა რაიმე საქმეს ვაკეთებ, ან კიდევ ვთამაშობ. მოდის და თავში წამომარტყავს ხოლმე. ჩემი აზრით ლიკა რომ გაიზრდება, გამოვა ინტერიერის დიზაინერი. მამა არის ჩემსავით სიმპათიური, უშიშარი, ძლიერი და ამავდროულად კეთილი კაცი. ძალიან უყვარს დედაჩემი. ასე იმიტომ მგონია რომ ერთმანეთს ძალიან კარგად მიმართავენ, აქვთ კარგი ურთიერთობა და სახლშიც ყოველთვის ერთად არიან. დედა არის ლამაზი, მშვიდი, ზნუელი და ჭკვიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორში. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ნოდარ დონბაძის მოთხრობების პირველი ტომი. მე რომ მწერალი ვიყო, დავწერდი ისტორიული ჟანრის წიგნს. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. ასევე მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა ჯუჯუტსუ კაისენი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ მექნება, დავეხმარებ გაჭირებულებს და ამავდროულად ვიყიდი ჩემი ოცნების მანქანას. პირველ რიგში დავეხმარებ უსახლკარო და უპატრონო ბავშვებს. ჩემთვის ვიყიდი Manchester City-ს და ბოლო მოდერნის BMW-ს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრებდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ დათო ახვლედიანთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკვდავი. ჩემი აზრით ადამიანი არ უნდა იყოს უკვდავი, მაგრამ მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 200 წელი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახთან ერთად ცხოვრება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.